საქართველოს პრემიერი თურქმენეთში ქალაქ ავაზაში გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე ცოტა ხანში სიტყვით გამოვა. მანამდე კი მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებსაც სიტყვით მიმართეს თურქმენეთის პრეზიდენტმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა. გაეროს კონფერენციის გახსნამდე კი სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს სიტყვით მიმართა თურქმენეთის ეროვნულმა ლიდერმა, სახალხო საბჭოს თავმჯდომარემ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა ოფიციალურ ღონისძიებას ავაზას კონგრეს ცენტრში საქართველოს პრემიერი დელეგაციასთან ერთად დაესწრო. სალმა ქოქიაშვილი აშუქებს ვიზიტს და ახლა ის მოამბის ეთერში შემოგვიერთდება. კონფერენციამ სტარტი უკვე აიღო 20-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, სახელმწიფოს მეთაური და 3000-ზე მეტი სტუმარი. ასეთი არის წელს გაეროს კონფერენციის სტუმართა ჩამონათვალი, რომელთა შორისაც რა თქმა უნდა არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. კონფერენციაზე განსაკუთრებული აქცენტი რა თქმა უნდა გაკეთდება ახალი დამატებითი გზების ძიებაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი, თუმცა აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის რესურსები და ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ცენტრალური აზიის რეგიონი. მას შორისაც განსაკუთრებით საუბარი არის ევრაზიის კონტინენტზე დაკავშირებადობის გაზრდაზე და სწორედ ამ დაკავშირებადობაში საქართველოს როლზე, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი გეოგრაფიული მონაცემები და ამავდროულად ძალიან მოქნილი ეკონომიკური გარემო იმისათვის, რომ ძალიან ხელსაყრელი, ასე ვთქვათ, ახალი გზები და საშუალებები შესთავაზოს კონტინენტზე არსებულ ქვეყნებს. სწორედ დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს, როგორც ჩვენ ვიცით, საუბრისას, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ყურადღებას, რომელიც უკვე სულ ცოტა ხანში მიმართავს აქ მყოფ სტუმრებს. ვიცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღის წესრიგი ამ კონფერენციაზე ვიზიტისას იქნება საკმაოდ დატვირთული და არ მხოლოდ, ვთქვათ, გამოსვლებით, არამედ ორმხრივი შეხვედრებითაც, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან, თუ აქ ჩამოსულ კოლეგებთან, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ იქნება დაკავშირებადობის გაზრდა, საქართველოს როლი კონტინენტზე დაკავშირებადობის გაზრდაში ძალიან მნიშვნელოვან მარშრუტზე, ამავდროულად ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებს შორის. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობს გაეროს კონფერენციაში, აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მქონდეს ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას კონფერენციის ფარგლებში, ის განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ტრანზიტულ-ლოჯისტიკური როლი, მათ შორის როგორც არის მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას შუა დერეფანში, ისევე როგორც დაკავშირებადობას. გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობა, ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა ამ კონფერენციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრემიერ-მინისტრის დონეზე ეს განხორციელდება და რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ზოგადად შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რასაც საქართველოს აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას და კიდევ ერთხელ კარგი შესაძლებლობაა ეს კონფერენცია საქართველოს როლი წინ წამოწიოთ და ვისაუბროთ საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის შემადგენელ ნაწილზე. წელს ამ კონფერენციას მასპინძლობს თურქმენეთი, ქალაქი ავაზა, როგორც გითხარი, ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი არის შეკრებილი ეწევანდელ კონფერენციაზე და მათი მთავარი ამოცანა არის დამატებითი გზების ძიება. განსაკუთრებით მას შორის ვსაუბრობთ მაგალითად იგივე ცენტრალური აზიის რეგიონზე, უნდა ითქვას, რომ ამ რეგიონისადმი ინტერესი დღითი დღე იზრდება, საინტერესო არის ამ თვალსაზრისით სტატისტიკაც, მაგალითად 2024 წელს მხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობამ $11 მილიარდ გადააჭარბა, შესაბამისად უფრო მეტ ყურადღებას იქცევს ეს რეგიონი და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასტურად შეიძლება განვიხილოთ ისიც, რომ სწორედ 2025 წლის 4 აპრილს პირველად სამარყანდმა ევროკავშირ ცენტრალური აზიის ქვეყნების სამიტს უმასპინძლა, სადაც ხაზგასმით ითქვა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ რეგიონთან ურთიერთობების განვითარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი არის ვაჭრობაზე და ენერგორესურსებზე. სალმა ქოქიაშვილი საუბრობდა თურქმენეთიდან.